მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი და ჩვენი პატარების ცხოვრება უფრო მშვიდი და ჰარმონიული. ამაში კი სიმონ დევისის წიგნი და მონტესორის მიდგომა დაგვეხმარება, რომელიც სპეციალურად 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვისაა ადაპტირებული. მოდით, ჩაუღრმავდეთ. ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა რა? ტანტრუმი მაღაზიის შუაგულში, გაუთავებელი არა ყველა თხოვნაზე. ან ისეთი სიჯუტე, რომელიც თითქოს სრულად უმიზეზოა. თუ ეს თქვენს გამოგიცდიათ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ეს ბევრისთვის ნაცნობი გამოწვევაა. და აქ არის მომენტი, რომელიც იცით, ყველაფერს ცვლის. მონტესორის ფილოსოფიის მიხედვით, ეს ყველაფერი სულაც არ არის ჩვენს გასაწვალებლად მოგონილი. ეს არ არის დაუმორჩილებლობა, ეს არის ბუნებრივი, ჯანსაღი და რაც მთავარია, აუცილებელი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უკეთ გავიგოთ, მოდით ასე დავყოთ ჩვენი საუბარი. პირველ რიგში შევხედოთ ბავშვებს ახალი პერსპექტივით. მერე ვნახოთ, როგორ მოვაწყოთ სახლი მათთვის. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ ვასწავლოთ დამოუკიდებლობა, როგორ გავუმკლავდეთ ემოციებს და ბოლოს, რა არის ჩვენი მშობლების როლი ამ პროცესში. დავიწყოთ პირველი და ალბათ ყველაზე მთავარი ნაწილით. ყველაფერი ხომ ხედვის შეცვლით იწყება. მოდით ვცადოთ და სამყაროს ჩვენი პატარების თვალით შევხედოთ. ამ მიდგომის საფუძველი არის პატივისცემა. ანუ, ჩვენ ვუყურებთ ბავშვს, როგორც სრულფასოვან ადამიანს, თავისი სურვილებითა და საჭიროებებით. ამიტომ, სანამ რამეს გავაკეთებთ, ჯერ ვაკვირდებით. იქნებ, როცა სათამაშოს ძირს აგდებს, სულაც არ ცელქობს, არამედ გრავიტაციას იკვლევს. მთავარია ვენდოთ მის შინაგან რიტმს და არ დავაჩქაროთ. ეს ფრაზა დამეხმარე, რომ თავად გავაკეთო, ფაქტობრივად მთელი მონტესორის ფილოსოფიის გულია. ჩვენი მიზანი ხომ ის კი არ არის, რომ მის ნაცვლად გავაკეთოთ. არამედ ის, რომ დავეხმაროთ თავად შეძლოს. კარგი, თეორია გასაგებია, მაგრამ პრაქტიკაში როგორ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი? აი, სწორედ აქ შემოდის დიახ გარემოს იდეა, ანუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი სახლი ისე, რომ ის ბავშვისთვის იყოს და არა მის წინააღმდეგ. აი, შეხედეთ ამ შედარებას. ერთ მხარეს გვაქვს მუდმივი, არა, არ შეეხო, ეგ საშიშია. ეს ხომ დამღლელია ჩვენთვისაც და ბავშვისთვისაც. დიახ, სივრცეში კი ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ბავშვმა უსაფრთხოდ და თავისუფლად იკვლიოს სამყარო. ეს კი ავტომატურად ამცირებს კონფლიქტების რაოდენობას. და იცით, ამის გაკეთება არც ისე რთულია. სულ 3 ძირითადი რამ გვჭირდება. პირველი, ხელმისაწვდომობა, ანუ ავეჯი და თაროები იყოს მის სიმაღლეზე. მეორე, ნაკლები ნივთი, როცა ბევრი სათამაშოა ბავშვს უჭირს კონცენტრირება. და მესამე, სათამაშოების როტაცია, პერიოდულად ცმალეთ ისინი, რომ ინტერესი არ დაკარგოს. ახლა მესამე ნაწილი. ხშირად მგონია, რომ ამასაკეს ბავშვებს მხოლოდ თამაში უნდათ, არა? სინამდვილეში კი მათ ბევრად მეტი სურთ. მათ უნდათ, რომ იყვნენ ჩვენი სამყაროს ნაწილი და აკეთონ ნამდვილი საქმეები. ეს არ ნიშნავს რაღაც რთულ დავალებებს. პირიქით, მიეცით საშუალება ბლაგვიდანით დაჭრას რბილი ბანანი, მოგაწოდოთ სარეცხი ან თუნდაც მორწყას ყვავილები. და რა თქმა უნდა დაეხმარეთ, რომ თავად ჩაიცვას და გაიხადოს. ეს ერთი შეხედვით პატარა საქმეები უზომოდ ზრდის მათ თავდაჯერებულობას. კარგი, ახლა მივადექით თემას, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად გვაღელვებს მშობლებს, ემოციები და დისციპლინა. მონტესორის მიდგომა აქაც სრულიად განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. ეს ცხრილი ძალიან კარგად აჩვენებს, რა მცირე ცვლილებას მოაქვს უზარმაზარი შედეგი. ზოგადი კოჩაღის ნაცვლად აღწერეთ კონკრეტულად რა დაინახეთ. ხედავ რა ბეჯითად იმუშავე ამ კოშკის აწყობაზე. ასე ბავშვი სწავლობს არა გარეგან შექებაზე, არამედ საკუთარ შრომაზე ფოკუსირებაზე. და რაც მთავარია, ნუტირის ნაცვლად უთხარით, ხედავ რომ მოწყენილი ხარ. ეს აგრძნობინებს, რომ მისი ემოცია მისაღებია. აი, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ტექნიკა, რასაც სპორტული კომენტატორობა ქვია. როცა ბავშვები რაღაცაზე კამათობენ, ნუ გახდებით მოსამართლე. უბრალოდ ნეიტრალურად აღწერეთ ფაქტი. ხედავ რომ შენც და შენს ძმასაც ერთი და იგივე მანქანა გინდათ. ხშირად ეს მარტივი აღწერა ეხმარება მათ თავად იპოვონ გამოსავალი. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლებას ვაძლევთ. პირიქით. საზღვრები აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. უბრალოდ მათ ვავლებთ მშვიდად და პატივისცემით. არ მოგცემ უფლებას დამარტყა, რადგან ტკივნეულია და ამის შემდეგ ვთავაზობთ ალტერნატივას. თუ დარტყმა გინდა, შეგიძლია ბალიშს დაარტყა. და ბოლოს, მივედით ყველაზე მთავარ ნაწილამდე. იცით, ეს მთელი სისტემა ვერ იმუშავებს, თუ ჩვენ, მშობლები, ჩვენს როლს არ გადავაფასებთ. ეს ყველაფერი ჩვენი შინაგანი ტრანსფორმაციით იწყება. ჩვენი როლი იცვლება. ჩვენ ვხდებით არა უფროსები, არამედ მეგზურები, რომლებიც გზას უნათებენ. და ეს პირველ რიგში ჩვენგან მოითხოვს, რომ საკუთარ ემოციებს დავაკვირდეთ, სანამ ვიმოქმედებთ ღრმად ჩავისუნთქოთ.
და რაც მთავარია, შეცდომა აღვიქვათ არა როგორც ტრაგედია, არამედ როგორც სწავლის პროცესის ბუნებრივი ნაწილი. აი, წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია. ბავშვმა წყალი დაღვარა. ჩვენი პირველი რეაქცია რა არის? ხშირად გაღიზიანება. მაგრამ თუ შევხედავთ სხვანაირად, ეს ხომ შესანიშნავი შესაძლებლობაა ერთად ვისწავლოთ, როგორ ავიღოთ ტილო და მოვწმინდოთ. ასე ის პასუხისმგებლობას სწავლობს და არა დანაშაულის გრძნობას. ასე რომ, საბოლოოდ მონტესორის მიდგომა ზუსტად ამას გვთავაზობს. შევცვალოთ ჩვენი ხედვა და ყოველდღიური ქაოსი ვაქციოთ საინტერესო ერთობლივ აღმოჩენად. მთავარი კითხვა კი ეს არის: მზად ვართ ამ ცვლილებისთვის?